რა თემაზე გავაკეთოთ დღეს გაშლა ჩემოკარგებო, რაც დასტაზე იქნება მესიჯი, იმ მიმართულებით წავიდეთ, მოდით და ვნახოთ რა ხდება. ვაჟ ბატონი მოვბრძანდა ჩვენთან. ეს არის სასიყვარულო ურთიერთობები და როგორი ქაოსი დატრიალდა უეცრად ნახეთ, აი ესეთი, მოკლედ გავშალოთ ახლა და გავიგოთ რა ხდება, ვინ არის ეს ყმაწვილი და საერთოდ რა უნდა ჩვენ. ესე იგი, ვინც თვალს მადევნებთ ჩემოკარგებო, იცით რომ ეს სტანდარტულობაა და რაღაცა დოგმები ჩვენი სტილი არ არის. დღეს უნდა გავიგოთ ის თუ როგორ უნდა იპოვოთ ახალი სასიყვარულო პარტნიორი ახალ 2025 წელს. აი აქ იმალება თქვენი გიდი ინფორმაციული, რომელსაც მე გავაჟღერებ თქვენთვის, თქვენ კი კომენტარებში აუცილებლად დამიფიქსირდით. რა არის თქვენი ბლოკები პირად ურთიერთობებში, ხო? თქვენ გიყვართ ჩემოკარგებო წამყვანი როლი, როდესაც ხართ ურთიერთობაში გიყვართ ასე ვთქვათ, კონტროლი, ურთიერთობის წამყვანი როლი, როგორც თქვენ გინდათ, ისე უნდა იყოს აბსოლუტურად და ეს არის თქვენთვის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, მაგრამ ეს რამდენად ჯანსაღია, ეს უკვე მეორე საკითხია, ხო? ეს არ არის ნამდვილად ჯანსაღი, იმიტომ რომ ურთიერთობა ზოგადად არის ორი ადამიანის ურთიერთობა, ხო? რას ქვია ურთიერთობა? რომ ერთობა, საერთო აზრი, საერთო გადაწყვეტილებების საერთო ჩართულობა და არა ის, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი იყოს წამყვან პოზიციაზე და მეორე მას მიყვებოდეს საიდანაც ის წაიღოს. ეს არის თქვენი ძალიან შემაფერხებელი ფაქტორი და რაზეც გაგვთ სამუშაო ამ შემთხვევაში. იმედია რომ დაამუშავებთ და შეეცდებით რომ ნაკლები კონტროლით, ნაკლები თქვენთქმობით, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად დაასტაბილუროთ თქვენი პიროვნება მინიმუმ. რა უნდა გაუშვათ იმისათვის, რომ თქვენს რეალობაში შემოუშვათ ახალი პარტნიორი თან იმ ფონზე, რომ თქვენ უკვე სულიერად იყოთ დამშვიდებული. რა უნდა გაუშვათ, ხო? წარსული ტრამვები, ეს არის ღალატი ტრიგერები, რომლებიც არ გაძლევთ მოსვენების საშუალებას. ჩემოკარგებო, ვინც ვერ ახერხებთ თქვენი ძალებით, რომ ჩამოეშოროთ ეს ემოციური ტრამვები, მაშინ აუცილებლად მომწერეთ წმენდისთვის და მე ამაში ნამდვილად დაგეხმარებით, ისე რომ თავადაც გაოგნებული დარჩებით. უნდა გაუშვათ წარსული ღალატი, წარსული სასიყვარულო სამკუთხედები, წარსული იმედგაცრუებები, რაც მთავარია. იმისათვის, რომ თქვენ გახსნათ ადგილი ახალი პარტნიორის შემოსვლისთვის, ხო? თუ ასე არ მოიქცევით ფიზიკურად, ადგილი აღარ არის თქვენს გულში ახალი პარტნიორისთვის, რომ მიიღოს მან ეს ყველაფერი, ხო? ეს აუცილებლად ძალიან სასწრაფოდ გაგვთ დასამუშავებელი, როგორც გითხარით, ვინც ვერ ახერხებთ ამას, რომ თქვენი ძალებით გავუმკლავდეთ, მაშინ აუცილებლად მომწერეთ პირად კონსულტაციას და ჩვენ ამ ყველაფერს ერთად დავამუშავებთ. აი რა არის საუკეთესო გზა თქვენთვის იმისა, რომ მოიზიდოთ საყვარელი პარტნიორი თქვენს რეალობაში. მანიფესტი როგორ უნდა შესრულდეს თქვენი მხრიდან? ნახეთ, თქვენ უნდა შეეშვათ წარსულზე ფიქრს და გაჩერებული მდგომარეობა თქვენთვის არის აბსოლუტურად არასასურველი. ის სურვეთ აუცილებლად მოგეცემათ თქვენი სურვილის შესაბამისი რეალობა, მაგრამ ყოყმანი ფიქრი წარსულზე, ეს გაჩერებული მდგომარეობა, ხო, გაჭედილობა, რაღაცა მომენტში, როდესაც გაიჭედება ადამიანი, აი ეს უნდა შეწყვიტოთ. თქვენი მანიფესტები შეიძლება ამიტომაც არ მუშაობს, რომ თქვენ რეალურადაც კი არ გინდათ, რომ წინ წახვიდეთ, მიხვდით, აი გირჩევნიათ, რომ ის წარსულ ტრამვაში ჩაიხარშოთ და ეს ყველაფერი მე თქვენ თითქოს გაგრძნობინებთ, რომ თქვენ ცოცხალი ხართ და აი რამდენი გადაიტანეთ. კი ბატონო, ეს მარტივი არ იყო ნამდვილად, მაგრამ აუცილებლად უნდა განაგრძოთ ცხოვრება იმისათვის, რომ მოიზიდოთ ახალი ადამიანი თქვენს რეალობაში და ნამდვილად თუ გსურთ ეს კიდევ საინტერესოა ნამდვილად, იმიტომ რომ აქ რაღაცა ვერ ახართ გარკვეული ჯერ კიდევ, გინდათ გადადგათ ნაბიჯი თუ წარსული გლოვა და ტრამვები გირჩევნიათ ისევ. აი თქვენ თვითონაც არ ხართ გარკვეული, ჯერ უნდა გაერკვეთ, ჩამოყალიბდეთ რა გსურთ და აუცილებლად მოგეცემათ თქვენი სურვილის შესაბამისი რეალობები. ძალიან საინტერესო კითხვა არის და როგორ უნდა გახსნათ თქვენი გული იმისთვის, რომ მზად იყოთ ახალი პარტნიორის მისაღებად, ხო? უნდა შეწყვიტოთ უმოქმედობა. იმოქმედეთ შეიძლება
ეს იყოს წმენდები პირველ რიგში, აუცილებლად თუ კი გაქვთ რაიმე დამაბრკოლებელი ფაქტორი და აქ პირდაპირ აჩვენებს, რომ თქვენ ვერ მოქმედებთ, იმიტომ რომ რაღაც ეგოს ამოძახილები, წარსული ტრამვები, აქაც გაცოცხლებულია წარსული ტრამვები და ვერ მოქმედებთ, შიშები, მე რო ვიმოქმედო, მე რა მოხდება, ხო? აი ეს ყველაფერი არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ გახსნათ თქვენი გული, გეშინიათ ხალატის ისევ. აი აქ ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ამან ძალიან გადკინათ გული წარსულში. და თითქოს და აქედან გამომდინარე ძალიან გეშინიათ ახალი ნაბიჯების გადადგმა, გირჩევნიათ იყოთ დაპაუზებულ სიტუაციაში და აი ვინც მოვა თავისით, ხო, მე არ ვიზიდავ, თვითონ მოდიან ადამიანები, აი ეს არის ძალიან არასწორი მიდგომა თქვენს შემთხვევაში, იმიტომ რომ ნამდვილად თუ არ იმოქმედებთ შემოკარგებო თავისით, არავინ არ მოვა. საინტერესოა გავიგოთ თუ რა ბლოკავს თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებს ახლა საომავლო პერსპექტივაში მოლოდინი. რაღაცას ელოდებით შემოკარგო. შეიძლება ადამიანი სულაც თქვენს სივრცეში იმყოფებოდეს, მაგრამ თქვენ სამომავლოდ ელოდებით ვიღაც ადამიანის გამოჩენას. ეს რამდენად სწორია, მოდი დავაზუსტოთ, იმიტომ რომ სამომავლო პერსპექტივაში მოლოდინი რამდენად სწორია ეს. ძალიან მალე კონკრეტული მოვლენა ხდება, აი ნახეთ დასტაზე სასიყვარულო პარტნიორი. რა გბლოკავთ, ხო? ძალიან მალე მოდის თქვენთან სასიყვარულო პარტნიორი, მაგრამ თქვენ აი თქვენს აწმყოში არ იყურებით, თქვენ სამომავლო პერსპექტივაში იყურებით, ჩემო კარგო და შეიძლება ეს ადამიანი გაგექცეთ ისე რომ თქვენ აი რაღაცა შეიძლება 5-6 თვეზე გათვლილი გქონდეთ ეს ყველაფერი და შეიძლება ადამიანი შემდეგ კვირასვე გამოჩნდეს თქვენთან. მიხვდით რა შეასაქმე აქ? სამომავლო პერსპექტივაში მოლოდინი არის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც არ არის მისაღები. ადამიანი აქ ძალიან მალე მოდის, იმიტომ რომ რვიანების კვერთხები არის უსწრაფესი ახალი ამბავი რომანტიული ურთიერთობების მიმართულებით. ძალიან საინტერესო და დამაკმაყოფილებელი პასუხი არის ამ შემთხვევაში. როგორ უნდა გააძლიეროთ და გაიღრმაოთ თქვენი მიმზიდველობა იმისთვის, რომ ადამიანებისთვის გახდეთ ძალიან სასურველი? რა უნდა მოიმოქმედოთ ამისათვის? გასაგებია რას გულისხმობს ეს ყველაფერი? ეს მაინც უნდა დავაზუსტოთ აი აქ. კი ბატონო. როგორ უნდა გახდეთ მიმზიდველი, ჩემო კარგო? შეიძლება აქ პირდაპირ ოჯახური სიტუაციები გაფერხებენ თქვენი მაქსიმუმი პოტენციალის გამოვლენისგან. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ხო? მაგალითად ის მითითებები რომ თუნდაც აი ეს ძალიან ისე წამოვიდა უცებ ფილერი არ გინდა ისე უფრო ლამაზი ხარ, ეს არ გინდა ისე უფრო ლამაზი ხარ, მაკიაჟი არ გინდა ისე უფრო ლამაზი ხარ. ეს ყველაფერი გაცილებთ თქვენი მაქსიმუმი პოტენციალის გამოვლენისგან და იცით რა შემოკარგებო, გაეცალეთ აი ამ ყველაფერს, ეს არის teamwork-ი, როგორც იცით უკვე ხო? ეს არის, როდესაც ადამიანები ერთი საერთო ინტერესის გარშემო ერთიანდებიან, ერთად მუშაობენ, შეიძლება ზოგმა იცოდეს, ზოგმა არ იცოდეს, მაგრამ რაღაც საერთო ინტერესი არიან გაერთიანებული, მაგრამ თქვენ მოგიწოდებენ, რომ თქვენ მარტო უნდა ჩაიგდოთ, ანუ მარტო უნდა მოახერხოთ ის, რომ თქვენი ეს მაგნეტიზმი ხო მიმზიდველობა, რაღაცა საოცარი შარმი თქვენისით უნდა მოახერხოთ ეს ყველაფერი. ამ შემთხვევაში რაღაც ჯგუფური ჩართულობა არ მოგიტან თქვენ კარგ შედეგს, იმიტომ რომ ვიღაცას მოძველებული შეხედულება აქვს, ხო, ვიღაცას თავისებური შეხედულებები აქვს და ისე გონია, რომ ისეა სწორი. ამიტომ თქვენ უნდა იზოლირდეთ ასეთი ადამიანებისგან აუცილებლად და თქვენ თვითონვე მიხვდებით რა არის თქვენთვის სასურველი და რა გხდით უფრო მიმზიდველს, იმიტომ რომ ჩემოკარგებო, ბუნებრივობა რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ყოველთვის უმჯობესია რომ წავეხმაროთ რაღაცეებს, ხო? თუ დაუშვათ ისედაც ლამაზი ხართ, ეს არაჩვეულებრივია, ეს ხომ ისედაც გაქვთ, მაგრამ ცოტაოდენი მაკიაჟი, ცოტაოდენი ფილერი, ამაში ცუდი ნამდვილად არაფერი არ არის, როცა რა თქმა უნდა ამისი საშუალებებიც მოსდევს ადამიანს, ხო? ასე რომ რა გაცილებთ თქვენი შარმის მაქსიმალურად გამოვლენისგან, ეს არის ოჯახის ზემოქმედება ამ შემთხვევაში. და ბოლო კითხვაზე გადავიდეთ. რა მიმართულება უნდა აირჩიოთ სასიყვარულო ურთიერთობების მიმართულებით, რა უნდა იყოს თქვენი მიდგომა იმისთვის, რომ ნამდვილად თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდეს ურთიერთობა? რა უნდა იყოს თქვენი მიმართულება?
რა თქმა უნდა, იმედი არ უნდა დაკარგოთ ჩემო კარგო, რომ ყველაფერი მოხდება ისე როგორც თქვენ გიდათ და თქვენი იმედგაცრუებები დამთავრდება ან გარდაიქმნება პერსპექტივების გახსნით და მომავალში გელით საოცარი მოვლენები. აქ არის ადამიანი ძალიან ასეთი მგულმხურვალე ემოციებით, განწყობით, რომელიც ძალიან არის დაკავშირებული ემოციურ დონეზე თქვენთან. ხო, რა უნდა იყოს თქვენი მიდგომა, რომ ენდოთ ადამიანს. სასიყვარულო ურთიერთობები არ შედგება, თუ არ არის ადამიანთა შორის ნდობა, თუ რაღაცა ეჭვის თვალით ვიყურებით მუდამ, აქ უკვე რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, ხო, მიხდით რას გულისხმობ. აქ მნიშვნელოვანი არის ნდობა, შეწყვეტეთ წარსულ ტრამვებზე ფიქრი, თუ თქვენით ვერ ახერხებთ მომწერეთ პირად კონსულტაციაზე, რომ დაგეხმაროთ ამაში და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. დროებით მომავალ ძალიან საინტერესო გაშლამდე.